ქართული ეგრეთ წოდებული გლიცინის მამა. მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული ჯაჭვის ერთ-ერთი ნაწილი. ძალიან ტრაგიკული სცენა, როდესაც მას დედასთან დაჭირდა ბიძაშვილი თარჯიმანი. მე იშვიათად წამიკითხავს. ეგეთი კარგი ბიოგრაფიული ტექსტი. თითქოს საკუთარ თავზე წერს, მაგრამ სულ აქებს სხვებს. ეს არის კაცი, რომელიც პირდაპირ ისურის. თავარ საფრთხეზე რაზეც ლაპარაკობს, ეს არის ქართველთგარუსება. ხო, აი ჟირინოვსკიმ ხო თქვა, რომ ხარჩო დარჩებაო მარტო. დარისპანი ვართ ხოლმე სულ ჩვენ. ბოსტანიც ვართ ჩვენ. ამ ირონიაში არის ძალიან დიდი სიყვარული როგორი გადასვლები, როგორი დაწყობილი თხრობა. და გულწრფელობა, როგორც მთავარი ტრენდი. ამოვისუნთქებთ ხოლმე ხანდახან. მერე უცბად ეს ღორები ისე შემოვლენ. რუსისთვის საფრთხეა ქართველი, რომელიც ასროვნებს. უცბად აღმოჩნდება, რომ ამათი მიზანი არის, რომ ეს ყვავილი მოწყვიტო. ალბათ ყველაზე ადეკვატურად ისევ ღორები იქცევიან. გულწრფელი სიბრიყვეა სინამდვილეში. ეს კაცი, ეს დავით კლდიაშვილი არის რუსთა მოწულე. ეს დასაწყისი არის პრინციპში ფინალიც ამ ტექსტის. დავით კლდიაშვილის ბაკულას ღორებზე.